სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესავლილი იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსი შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის როგორც არის ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ასე შემდეგ. ყოვლის მომცველი იყო მთლიანობაში ის კვლევა, რომელიც განხორციელდა. ეს რაც შეეხება მეთოდოლოგიას, რაც შეეხება უშუალოდ კვლევის შედეგებს. კიდევ ერთხელ ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5 წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64,095, აქედან 42,316 კურსდამთავრებული საჭიროება არის კერძო სექტორში, 21,779 საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც. რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში, უმაღლესი განათლების საჭიროებას აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, სადაც არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, აქაც დიდი მოთხოვნა, იქთნები, ექიმებზე არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე. მთლიანობაში წინაშე არის წარმოდგენილი შესაბამისი მასალები. არის კიდევ ერთხელ სპეციალობები, სადაც